გამარჯობა, მოგესალმებით. დღეს ძალიან მოკლედ გაგიზიარებთ ერთ ტექნიკას. არაცნობიერთან მუშაობის ტექნიკას, ნეიროგრაფიკულ ტექნიკას. მოგეხსენებათ ჩვენი ცნობიერი და არაცნობიერი ნაწილი ჩვენი ფსიქიკის გაყოფილი ერთმანეთისგან. ეს პირდაპირ უშუალო კონტაქტი არ გააჩნია ამ ორ ნაწილს ერთმანეთთან და შავი ფერი, ხო, უფრო მეტად ასოცირდება არაცნობიერთან, ანუ გაუცნობიერებელი, ისაც არ ვიცით. ამიტომ მე მაგალითად პირადად ვსარგებლობ, აი უკვე მესამე წელიწადია ესეთი შავი ბლოკნოტით, ასევე ფერებს დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ფსიქიკისთვის და ახალქმისთვის, ხო? მაგალითად ოქროს ფერი ხასიათდება როგორც ყოფიერების ფერი, ანუ ეს არის უმაღლესი ფერი, რომელთაც გარშემორტყმულია ჩვენთვის თვალით აღსაქმელი, დღისით თვალით აღსაქმელი სამყარო და ეს არის მზის ფერი, ანუ ეს ოქროსთან კი არ არის იმდენად კავშირში, არამედ მზესთან, მზის ფერთან, ხორბლის ფერი და ჩვენი მზის ფერი, ანუ კარგია თუ კი გვექნება ესეთი კალამი, ეს არის ოქროსფერი კალამი და შავი ფერის ბლოკნოტი. ჩვენი მიზნების ჩასაწერად მოგეხსენებათ დღევანდელი დღიდან იწყება დღის გაზრდა, ანუ იმატებს დღე. ზოგიერთი იძახის რომ 22-დან იმატებს, მაგრამ სინამდვილეში 22 დეკემბერს ზამთრის მზებუდობა ხდება, ანუ 3 დღით 72 საათი დაახლოებით ბუდობს მზე და შემდგომ დღევანდელი დღიდან 25-დან იწყებს უკვე ძალიან მცირე ოდენობით გაზრდას, ანუ ეს პროცედურა, ეს ტექნიკა შეგიძლიათ ხვალას გააკეთოთ, ზეგაც გააკეთოთ, მაგრამ სიმბოლურად დღევანდელ დღეს აკეთებენ ხოლმე. და ამ სიმბოლიზმს იმდენად აქვს დიდი დატვირთვა, რამდენადაც შემდეგ ამ მიზნებს ვასრულებთ რა. თუ კი არ ასრულებ, შეგვიძლია მაშინ არც დავწეროთ, უბრალოდ ჩავიფიქროთ და ხო, ესე იგი, მნიშვნელობა აქვს ფერს და მნიშვნელობა, ანუ რითი დავწერთ და რაში დავწერთ, ამასაც მნიშვნელობა აქვს. მე პირადად ამით ვსარგებლობ ნამდვილად, მაგალითად 20-24 წლის მანძილზე, აგერ 129 მიზანი მაქვს დაწერილი აქედან. აღარ ვკითხულობ ხოლმე, როდესაც კმაყოფილებას ვგრძნობ და როდესაც ვხედავ რომ რაღაც შევასრულე მეტნაკლებად ჩემი მიზნები იმ წელს, აღარ ვაკეთებ ხოლმე რევიზიას, მაგრამ ძირითადად ეს გადავხედავ ხოლმე და ასე ვთქვათ, რევიზიას ვახდენ ამ ყველაფრის რამდენად შევასრულე და 20-25-ში უკვე მომიწია, იმდენად შესრულდა 20-24-ში, ხო, ვთქვათ, ჩემ შემთხვევაში 20-25-ში უკვე 22 მიზანი დავამატე და აქედან თითქმის ნაწილი, რა თქმა უნდა, ეხლა ისე არ სრულდება როგორც ჩვენ მინდა, მაგრამ უმეტესი ნაწილი აგრეთვე დიდი მნიშვნელობა აქვს თუ როგორ დავწერთ ამას, რა ფორმით. ანუ ესე იგი, ნახეთ, ჩვენ როდესაც ცნობიერად რაღაცას ვამბობთ, საჭიროა არაცნობიერთან ერთად გავაკეთოთ ეს მოქმედებები, თუნდაც მიზნების დასახვა. ამიტომ მიზნებს წერთ იმ ფორმატში, რომ ისეთ ფორმატში, რომ ვეუბნებით ჩვენს თავს, რომ ჩვენ ერთად უნდა გავაკეთოთ ესა და ეს მიზანი. ერთად ვაკეთებთ აქ და ახლა ამა და ამ მიზანს. მაგალითად, თუ კი თქვენ მიზანი გაქვთ, რომ შემოსავლის წყაროები გაამრავლოთ და სხვადასხვა შემოსავლის წყაროები გაიჩინოთ კიდევ დამატებით, უნდა ჩაწეროთ ეს მიზანი შემდეგნაირად, რომ ჩვენ ერთად ვამრავლებთ შემოსავლის წყაროებს, როგორც გნებავთ უკვე ეს. ან და სხვა მიზანი, მაგალითად, ჩვენ ერთად უნდა შევიძინოთ რაღაცა კონკრეტული, ანუ თქვენს არაცნობიერს ეუბნებით, რომ თქვენ ერთად ხართ. ოღონდ
ბევრი ასწავლის ასევე მაგალითად რომ ეს მიზანი უნდა დაისახოს როგორც უკვე გაკეთებული, უკვე მომხდარი. თუ კი უკვე მომხდარია, ეს არაცნობიერისთვის სიგნალია, რომ ამ მიზანზე უკვე აღარ იმუშაოს. და შესაბამისად აღარ ხდება რაღაც იმპულსების გადმოცემა თქვენთვის, რომ მიდი იმოქმედე ამის განსახორციელებლად. ანუ თუ კი თქვენ მაგალითად ეუბნებით თქვენს არაცნობიერს, რომ უკვე შეიძინეთ რაღაც მანქანა, ვთქვათ, ავტომობილი ან სარეცხი მანქანა ან სხვადასხვა ნივთები, ხო? უკვე აღარ მუშაობს ეს უკვე თქვენ სასარგებლოდ, მაგრამ მისთვის უკვე ეს სიგნალია, რომ უკვე მომხდარი ამბავია. ამიტომ როგორც უკვე მომხდარი კი არა, როგორც აქ და ახლა მიმდინარე პროცესი, ისე უნდა დაისახოს მიზანი. ჩვენ ერთად აქ და ახლა ვახორციელებთ ამ და ამ საქმეს. კარგი იქნება თუ კი დანომრავთ, ასევე თქვენს დასახულ მიზნებს და კარგი იქნება თუ კი ბევრ მიზანს დაისახავთ. იმიტომ რომ ბევრი მიზნის დასახვა აფართოვებს ესე იგი შესაძლებლობებს გონებრივს, ანუ ნეიროპლასტიკა იმატებს ტვინში და შესაბამისად უფრო მეტი ინტენსივობით მუშაობს ნეირონული ქსელი, ამიტომ სასურველია რომ 100-ზე მეტი იყოს. 100 თუ იქნება და 400 უმჯობესია, მაგრამ შეიძლება რომ 100-ზე ნაკლები არ დაწეროთ. ანუ სულ მცირე 70-80 მიზანი უნდა იყოს. ბოლო-ბოლოდ ერთი მიზანი დაყავით რამდენიმე ნაწილად, თუ კი თქვათ რაღაც იდეა არ მოგდით სხვა. ანუ შავი ფერის ბლოკნოტი, ფურცელი და ოქროს ფერი კალამი და დრო გააქვთ უბრალოდ მე სიმბოლურად ვინაიდან დღეიდან იწყებს მომატებას, თუმცა ძალიან მცირე წამებით იმატებს ყოველდღიურად. ამიტომ შეგიძლიათ ამ მომატებასთან ერთად ვთქვათ აი მშობამდე, ჩვენ ქრისტიანულ შობამდე, 7 იანვრამდე გაქვთ ეს დრო, რომ კიდევ განახორციელოთ ეს მოქმედება. გისურვებთ მიზნების მიღწევას და სურვილების ასრულებას. მადლობა ყურადღებისთვის.